საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის მთავრობას 21 იანვრის განკარგულების გადახედვას თხოვს. საუბარია განკარგულებაზე, რომელიც საჯარო მოხალეებისთვის სახელფასო დანამატების გაცემას ითვალისწინებს. ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კოორდინატორი ამბობს, რომ დოკუმენტის თანახმად მაღალი თანამდებობის პირები ხელფასს 75%-იანი, ხოლო დაბალი რანგის თანამშრომლები 40%-იანი დანამატით იღებენ. არის პოზიციები, რომელზე დასაქმებული პირებიც 50% და 60%-იან დანამატს იღებენ. ეს კი დანამატების არათანაბარი გადანაწილებაა. მახას ჭკადუა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ კანონმდებლობით სახელფასო დანამატი დროებითი ღონისძიება და განსაკუთრებული შემთხვევებისას უნდა აიყონ. თუმცა აჭარის მთავრობაში იგი ყოველთვიურად ხელფასის სახით გაიცემა. უწყებაში ამბობენ, რომ თემაზე განმარტებები გაკეთებული აქვს, ამიტომ დღეს პასუხის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. მთავრობის წევრები, მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ საკუთარი სახელფასო სარგოს 75%-ს, როდესაც რიგითი სპეციალისტები, დაბალი რანგის საჯარო მოხელეები მიიღებენ მხოლოდ 40%-იან დანამატს საკუთარი სახელფასო სარგოდან. თვლით, რომ ეს არის არასამართლიანი, ამავდროულად მიგვაჩნია, რომ თავად დანამატის პრინციპი და მისი გაცემის, ასე ვთქვათ, პრინციპი არის დარღვეული ამ განკარგულებით, იმდენადაც კანონმდებლობაში ნათლად-წერია, რომ დანამატი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც დროებითი წამახალისებელი ღონისძიება. ამოცემულობით კი დანამატს მიიღებენ 12 თვის განმავლობაში მთელი წლის მანძილზე. რაც არღვევს პრინციპს დანამატის გაცემისას, ამიტომაც მოუწოდებთ აჭარის მთავრობას, რომ გადახედოს საკუთარ განკარგულებას და ცვლილებები შევიდეს ამ დოკუმენტში.